ვიმყოფები მაიამიში, UFC-ს ორგზის მსოფლიო ჩემპიონის ილია თოფურიას საწვრთნელ ბანაკში და გვყავს მისი მთავარი მწვრთნელი, ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლისთვის მომზადების უმნიშვნელოვანესი ფიგურა. ალექსანდრე კონკისტადორ თოფურია, როგორ ხარ? ძალიან კარგად. შენ როგორ ხარ? ძალიან კარგად. მოგესალმები და პირველ რიგში მართლაც უდიდესი მადლობა თქვენს საწვრთნელ ბანაკში კარის გახსნისთვის, რადგან ყოველთვის ასიამოვნოა ახლოდან, შიგნიდან დანახვა. თუ როგორ მზადდება ამ დონის ბრძოლა? მოხარული ვარ, როგორც ყოველთვის. მოდი პირდაპირ შევეხოთ უამრავ ძალიან საინტერესო თემას. პირველი მათგანი, რა თქმა უნდა, არის ის, თუ როგორ მიდის ეს ადაპტაცია, საწვრთნელი ბანაკის ეს დღეები. ბევრი დრო აღარ რჩება, ბრძოლამდე ერთი თვეა დარჩენილი. ძალიან კარგად, შენ როგორ დაინახე? ფაქტობრივად ილია მზად არის. ახლა უბრალოდ საჭიროა აქტიურობის შენარჩუნება. რომ არ დავკარგოთ ყველაფერი, რაც აქამდე გავაკეთეთ, მაგრამ რეალურად ილიას ხვალე რომ მოუწიოს ბრძოლაზე გასვლა, ის იმაზე მეტადაა მზად, ვიდრე საჭიროა. მაიამი. როგორ შეაფასებ დარბაზს, როგორ შეაფასებ ინფრასტრუქტურას, ისეთი მომზადებისთვის, რომელიც ყოველთვის ერთგვარად ჩაკეტილი უნდა იყოს, რადგან ამ ბრძოლაში სასწრაზე ბევრი რამ დევს. თავად როგორ ხედავ? საკმაოდ კარგია. სიმართლე ვთქვა, ამ დარბაზის მფლობელმა ჩვენთვის ცალკე კერძო სივრცე გამოყო. მართალია, რომ მაიამი თავისებურად გიჟური ქალაქია, მაგრამ რეალობა ისაა, რომ საკმაოდ კარგად შევეგუეთ. ყველაფერი რაც გვაქვს, ყველაფერი რაც აქ მაიამელმა ხალხმა მოგვაწოდა. სიმართლე ითქვა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არაფერი გვაკლია. გასაკვირველია, შენი ცხოვრება და პროფესიული საქმიანობა რთულია, რადგან შენ მწვრთნელიც ხარ და მებრძოლიც. ხალხს ვერც კი წარმოუდგენია, რას ნიშნავს ამ როლების ცვლა. ამის შესახებ მოგვიანებით გკითხავ, მაგრამ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ბრძოლაზე მინდა გკითხო. ჯასტინ გეიჯი, ჰორიზონტზე ისტორიული მებრძოლი. მებრძოლი, რომელსაც გარკვეული მიზეზების გამო უწოდებენ highlights. შენ როგორ ხედავ ამ ბრძოლას? ანუ როგორ ხედავ? როგორია კითხვა? როგორ ხედავ თუ როგორ წარმოგიდგენია? ნახოთ. როგორ წარმომიდგენია? არის ერთი რამ, რაც ძალიან ნათელია. რომ ბრძოლა წარმომიდგენია ილიას გამარჯვებით, რა თქმა უნდა. ჩემს თავში ბევრი სცენარი მაქვს. რადგან როგორც ყოველთვის ვამბობ, აქ არ არსებობს ფორმულა. აი ეს მოხდება. უამრავი რამ შეიძლება მოხდეს. მაგრამ შემიძლია ვთქვა, ყველა სცენარს ილიას სასარგებლოდ ხედავ. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი ბევრს ლაპარაკობს იმაზე, თითქოს ბრძოლა უკვე მოგებულია. ჩვენ ამას ასე არ ვუყურებ და არც არასოდეს შეგვიხედავს. რადგან, როგორც თავად კარგად ხედავ, ეს არის ყოველდღიური სამუშაო. გამარჯვება აქ მოიპოვება. ასე რომ ჯერ აქ უნდა გავიმარჯვოთ. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ უმძიმესად. არც ერთ მომენტში არ ვამცირებ ჯასტინ გეიჯის მნიშვნელობას. ის ლეგენდაა. მაგრამ როგორც გეუბნები, ყველა სცენარში ილიას უპირატესობას ვხედავ და ამას ობიექტურად ვამბობ. მეც ასე ვფიქრობ, სრულიად გულწრფელად. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მას დიდი ხანია ვადენებ თვალს. აქ ვნახე, როგორ მიდის მომზადება და ვფიქრობ, მას აქვს ყველა უნარი და ყველა ინსტრუმენტი. მაგრამ თუ არსებობს რაიმე, რამაც შეიძლება შეგაშფოთოთ ჯასტინ გეიჯის მხრიდან, შენი აზრით, რა იქნებოდა ეს? რეალურად ის არის მებრძოლი. თუ მე დავიწყებ ყველაზე ცუდი სცენარის წარმოდგენას, მე აბსოლუტურად ყველაფერი მაშფოთებს. აბსოლუტურად ყველაფერი. ტექნიკურად რომ ვისაუბროთ, შეიძლება შემაშფოთოს მისმა ხელებმა. შეიძლება შემაშფოთოს მისმა ფეხებმა. ალბათ დიდად არ შემაშფოთებდა საბმიშენი ან პარტერში სრული დომინაცია. მაგრამ ამას არასდროს გამოვიწყობ. სწორედ ამიტომ, როგორც თავად ხედავ, აქ ყავს ხალხი, რომლებიც უმაღლესი დონისაა პარტერში. ხალხი, ვისაც უჩხუბია მსოფლიოს უდიდეს ლიგებში. რაც შეეხება ზედანაწილს, ანუ სტრაიკინგს, ჩვენ აქ შევკრიბეთ ხალხი, ვისაც აქვს უმაღლესი დონე თავისუფალ ჭიდაობაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ გავდივართ ყველა ასპექტს და მზად ვართ ნებისმიერი ტიპის სცენარისთვის. შესაბამისად, შეშფოთებაზე მეტად, ჩვენ ყველაფერზე ვზრუნავთ, რომ არანაირი ხვრელი არ დავტოვოთ. დიახ, მე ნამდვილად გხედავ ძალიან დაკავებულს ყველა ვარჯიშზე. მოყევი ცოტა, რა არის შენი ფუნქცია საწვრთნელ ბანაკში, რადგან გხედავ, რომ სულ გალიასთან ხარ მიჯაჭვული, აკონტროლებ დროს, აძლევ რჩევებს. გეტყოდი, რომ ყველა იმ რამეზე მეტად, რაც ახლა ახსენე, ეგ ყველაზე მარტივი ნაწილია. როცა უკვე აქ ხარ, კუთხეში დგები, დროს უყვირი და რჩევებს აძლევ. ეგ თითქოს ყველაზე მარტივი ნაწილია. მარტივია, უნდა იცოდე.
მაგრამ ყველაზე რთული ნაწილია რა დავალებას მისცემს შენს მებრძოლს. ამ შემთხვევაში ილიას რადგან იმყოფება იმ დონეზე, რომელზე მაღალი დონეც აღარ არსებობს. ჩვენ უკვე მსოფლიო ჩემპიონატზე ვართ. ეს არის ბრძოლა ქამრისთვის. ეს არის თეთრის სახლი. ჩვენ უკვე გამოვლილი გვაქვს ყველანაირი სცენარი ამ სამყაროში. MMA-ის ორთაბრძოლებს გულისხმობ. მაგრამ მიუხედავად ამისა, გამოწვევა, როგორც თავად ყოველთვის ხედავ, ყოველ ჯერზე სულ უფრო და უფრო დიდია და პასუხისმგებლობაც ყოველ ჯერზე იზრდება. თავის დროზე ეს იყო მსოფლიო ჩემპიონატი. მერე იყო მეორე მსოფლიო ჩემპიონატი. ახლა უკვე თეთრი სახლი. ეს ყველაფერი მაღლა იწევს და შესაბამისად ჩვენ შესაბამის დონეზე უნდა ვიყოთ. და როგორც გეუბნები, ხალხი სათანადოდ არაფასებს ჯასტინ გეიჯის, მაგრამ ჩვენ ამას არც ერთ მომენტში არ ვაკეთებთ. ამიტომ ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი გარემოებისთვის. და ყოველივე ამისთვის მოსამზადებლად საჭიროა დიდი, ძალიან დიდი მენტალური და ემოციური მუშაობა. ანუ ჩვენ უნდა ვიყოთ, ყველაფერი უნდა მივცეთ, რომ არაფერი აკლდეს. როგორც ვთქვი, რომ არც ერთი ხრელი არ არსებობდეს. და ამას სჭირდება საკმაო კონცენტრაცია. გუნდში ბევრი საუბარი, თითოეულისთვის იმის თქმა, თუ რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა გააკეთოს. როგორც თავად ნახე, სანამ ილიას რომელიმე პარტნიორი გალიაში შევა, მათ ეძლევათ გარკვეული ინსტრუქციები და შენ უნდა მართო. არა მხოლოდ ერთი ადამიანი, არამედ უნდა მართო აბსოლუტურად ყველა. ის ვინც დროს აკონტროლებს, ის ვინც პირსახოთზეა, ვინც წყალზეა, ვინც სპარინგი უნდა გამართოს. ანუ ილიასთან მუშაობა. მოკლედ ეგ არის ყველაზე რთული ნაწილი. რას ფიქრობ ჯასტინ გეიჯის ბოლო ვერსიას პედის წინააღმდეგ? წარმოვიდგენ, რომ ეს არის ერთ-ერთი საორიენტაციო ბრძოლა, რადგან ბოლოა, სადაც შეგიძლია ტექნიკური დეტალები ნახო. უცბელად რომ გითხრა, ხალხი ძალიან გაკვირვებული დარჩა, მაგრამ რეალურად მე არ გავკვირვებულ ვარ იმით, რა ჯასტინ გეიჯიმ გააკეთა. უფრო მეტად, პედი პიმბლეტის გამოსვლამ გამაკვირვა. საქმე ისაა, რომ ყოველთვის ვიცოდი ვინ არის ჯასტინ გეიჯი. როგორ შეიძლება იფიქრო ჯასტინ გეიჯიზე? როგორ შეძლო მან იმის გაკეთება, რაც გააკეთაო? როგორ გიკვირს მისი გაკეთებული? ეს არის ადამიანი, რომელიც უკვე არაერთი წელია მსოფლიოს უმაღლეს რეიტინგებში იბრძვის. აქედან გამომდინარე, მე არ გავკვირვებულ ვარ იმით, რა ჯასტინ გეიჯიმ გააკეთა. უფრო მეტად გამაკვირვა იმ გამოსვლამ, რომელიც პედი პიმბლეტს ჰქონდა. მთელი იმ ლაპარაკის ფონზე, იმის ფონზე თუ როგორ ყიდდა თავის თავს. და არ ვიცი. მე არ დაუკარგავდი დამსახურებას იმას, რაც ჯასტინ გეიჯიმ გააკეთა. არამედ უფრო მეტად გავკვირვებული ვარ. როგორც ვთქვი, პედი პიმბლეტის გამოსვლა. შეიქმნა შტაბ-ეჭდილება, რომ ვფიქრობ ეს აზრი ერთსულოვანია, რომ პედი ვერ აღმოჩნდა შესაბამის დონეზე, რომ ის უფრო მედიური პროექტი იყო, ვიდრე მებრძოლი იმისთვის, რომ ყოფილიყო მაგალითად ტოპ 3-ში. ზოგჯერ წნეხმა შეიძლება შენს წინააღმდეგ ითამაშოს. მედიურმა წნეხმა. იმაზე ფიქრმა თუ როგორ წარმოგიდგენია ყველაფერი. და იმ პასუხისმგებლობამ, რომელიც ზურგით დაგაქვს. იმიტომ რომ გაითვალისწინე, პედი პიმბლეტმა კი მართალია მოიგო ბრძოლებში, მაგრამ მოდით ვიყოთ გულწრფელები. მას შეიძლებოდა საქმე ცოტა უფრო რთულად ქონოდა, რომ შეხვედროდა 2 ან 3 მებრძოლს. ტოპ 10-დან ან ტოპ 5-დან. მებრძოლებს, რომლებიც აღმავლობის გზაზე იყვნენ. მაგრამ ის პირდაპირ ქამარზე საჩხუბრად დასვეს. მას არ მისცეს მარტივი გამოწვევა, რადგან ჯასტინ გეიჯი, როგორც ვთქვი, და როგორც მათ დაამტკიცეს, არ არის არანაირი მარტივი ოპონენტი. მაგრამ ვფიქრობ, ის გონებაში და იმის მიხედვით, თუ როგორ წარმოუჩინა სამყარო მას ჯასტინ გეიჯი, ეს ჩანდა როგორც რაღაც მარტივი. თუმცა, როდესაც გალიაში შევიდა, მიხვდა, რომ ყველაფერი არ იყო ისე, როგორც წარმოედგინა, როგორც ხალხი ლაპარაკობდა და თითქოს ვერ გაუმკლავდა ამ მენტალურ და ემოციურ განცდებს და გააკეთა ის, რაც გააკეთა. ისეთი გამოსვლა ჰქონდა, როგორიც ჰქონდა. მოდი ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ ავარჯიშებ, ან როგორ ამზადებთ ხოლმე ბრძოლას, უფრო ზოგად ჭრილში, დეტალებში შესვლის გარეშე, მაგრამ აი ამისთანა ბრძოლას, რადგან შენ ასეთი ანალიტიკური ხარ და თავადაც ტოპ მებრძოლი ხარ. როგორ აანალიზებ მას? ანუ მაინტერესებს, სხდებით, უყურებთ ვიდეოებს, ადგენთ ქცევის შაბლონებს, კეთდება ძალიან სპეციფიკური სამუშაოები. ხალხს რომ ცოტა ესმოდეს, თუ როგორ შეიძლება მომზადდეს ასეთი ბრძოლა. თქვენ პირადად როგორ ახერხებთ ხოლმე ამის გაკეთებას? ეს პრინციპში ზუსტად ის არის, რაც თქვი, ჩვენ ვუყურებთ ოპონენტს და მის შესასწავლად საჭიროა მისი ნახვა. რადგან ჯობია ერთხელ ნახო, ვიდრე 1000-ჯერ მოისმინო. ჩვენ რა თქმა უნდა ვსხდებით. როგორც ვფიქრობ, გააკეთებდა ნებისმიერი სხვა მებრძოლი ან მწვრთნელი. ვსხდებით და ვაანალიზებ. ის რაც თითოეულს გამოარჩევს, არის ის,
რომ ჩვენ ყველანი განსხვავებულ მებრძოლს ვხედავთ. ჩვენ შეგვიძლია მე და შენ დავждეთ გასაანალიზებლად და შენ დაინახო ერთი კადრები, მე კი დავინახო სხვა კადრები. ხომ ხვდები? აქედან გამომდინარე ამის ახსნა უკვე ძალიან რთული იქნება. შენ რას ხედავ, ალექს? ეს შიგნიდან მოდის, ხვდები? ეს ჩემშია. ამას მე ვეუბნები ხოლმე ბიჭებს. აქ ჩვენ აზრებს ვცვლით და საბოლოოდ გამოგვაქვს დასკვნა. აქედან გამომდინარე ვფიქრობ ეს უფრო მეტად თავად ადამიანზეა დამოკიდებული, რადგან რეალურად არაფერ განსაკუთრებულს არ ვაკეთებ. როგორ აანალიზებ? ალბათ ზუსტად ისევ აანალიზებ, როგორც შენ აანალიზებ, მაგრამ როგორც ვთქვი, შენ ხედავ ერთ რამეებს, მე კი უბრალოდ ხედავ სხვა რამეებს და სულ ეს არის. მომწონს პასუხი. კარგი პასუხია. მოდით ვისაუბროთ გამოცდილებაზე. თქვენ უკვე გამოვლილი გაქვთ ძალიან დიდი ბრძოლები, ძალიან დიდი ქარდები, მაგრამ ეს განსხვავებულია. ეს არის თეთრი სახლის ტურნირი. ეს განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევს, თითქოს განსხვავებული გამოწვევაა. აშკარაა, რომ ეს იქნება ისტორიული მოვლენა. ოქტაგონი ამერიკის პრეზიდენტის რეზიდენციაში. ეს იქცევს ყურადღებას მედიის დონეზე და სცილდება სპორტის ფარგლებს. არის თუ არა ეს დამატებითი мотиваცია, რომ ღონისძიება ამ ტიპისაა? мотиваცია ბევრია. მოდით ვიყოთ გულწრფელები. თეთრი სახლის გარდა არის ბევრი რამ. რაც ამ ყველაფრის უკან დგას, ხომ ხვდები? არ ვიცი, ეს ჩვენთვის ანუ ეს არის რაღაც უფრო მეტი, ვიდრე სხვა ღონისძიებები. ასე ვთქვათ, რომ ეს არის რაღაც უფრო მეტი, მაგრამ ეს არის რაღაც განსხვავებული. რადგან, როდესაც ჩვენ პირველად ვეჭხვით ალექსანდრე ვოლკანოვსკის, მახსოვს რომ ეს იყო აქ და ამჟამად. ახლა კი ამას აღვიქვამ, მე პირადად ასე აღვიქვამ, როგორც რაღაცას, რაც უკვე გამოცადეთ. კიდევ ერთი სიმპტომი, რომელიც შუაშია, რომელიც თამაშია. განსხვავება, რომელსაც ჩვენ ვიგრძნობთ და სადაც ვიგრძნობთ, იქნება მაშინ, როდესაც ვიქნებით თეთრ სახლში. როდესაც დავინახავთ, რომ ტანსაცმელი განსხვავებულია. გასახურებელი დარბაზი, გამოსვლა და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ განსხვავებას იქ ვიგრძნობთ და სავარაუდოდ ბრძოლის შემდეგ გეტყვი შენ, თუ რა იყო განსხვავება და იყო თუ არა ეს ჩვენთვის რაიმე განსაკუთრებული. ის ფაქტი, რომ მე უკვე ვიყავი თეთრ სახლში, ახლა როდესაც ჩავედით პრომოსთვის, ეს ნამდვილად იყო რაღაც განსაკუთრებული. ცალსახად განსაკუთრებული რამ იყო. ჩვენ ვიყავით თეთრ სახლში და გქონდა საუბარი პრეზიდენტთან. თეთრი სახლი არის როგორც რაღაც განსაკუთრებული. აქაც და მთელი მსოფლიოსთვის. და ყოფნა იქ, პრეზიდენტის ოთახში, საუბრის ქონა იქ ყოფებთან, შეკრებილ მებრძოლებთან, მენეჯერებთან, პოლიტიკოსებთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ამას არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან, ეს არის სუფთა სპორტი. უნდა ითქვას ერთი რამ, რაც მომეწონა. ეს იყო, რომ თავად პრეზიდენტს და იქვე მყოფ პოლიტიკოსებს არც ერთ მომენტში არაფერი უკითხავ ჩვენთვის პოლიტიკაზე. როდესაც ჟურნალისტები შემოვიდნენ, თავად პრეზიდენტი იყო, ვინც უთხრა, რომ შეგიძლიათ ელაპარაკოთ. ოღონდ მხოლოდ სპორტზე, ოღონდ მხოლოდ ბრძოლაზე და შეგიძლიათ კითხვები დაუსვათო. საქმე ისაა, რომ ჟურნალისტებს ვერ აკონტროლებ. ისინი ჭიანჭველებით არიან. შემოვიდნენ და დაიწყეს სხვადასხვა კითხვების დასმა, მაგრამ რეალურად ეს იყო რაღაც განსაკუთრებული, რა თქმა უნდა. თემიდან კი გადავხვდით, მაგრამ მაინც. მაგრამ ეს სუპერ საინტერესოდ მეჩვენა, რადგან შემდეგი კითხვა, სწორედ ეს იყო. მაგრამ რეალურად ყველაფერი, რასაც გიყვები, სწორედ ეგ არის ის განსხვავება, რაც მე შევამჩნიე. რასაც მე ვამჩნიე. ასე რომ ეს არის როგორც საწვრთნელი ბანაკი განსხვავებულია. დანარჩენი იგივეა. გავდივართ კიდევ ერთ საწვრთნელ ბანაკს, რომელიც ეფუძნება იმ მებრძოლების უნარებს, რომელიც განსხვავდება იმათგან, ვინც მანამდე გვყავდა. აქედან გამომდინარე ყველაფერი იგივეა. ერთადერთი განსხვავება რაც იქნება, არის ის, რომ იმის ნაცვლად რომ ვიყოთ გიგანტურ შენობაში და ვაკეთოთ ის, რაც ყოველთვის გვიკეთებია, ხომ ისი დარბაზები ყველგან ერთნაირია. გამოსასვლელიც იგივეა. ეს თითქოს ერთი და იგივე სცენარია, მაგრამ თეთრ სახლში იქნება განსხვავებული სცენარი. თუმცა მხოლოდ ბრძოლის დღეს. რასაც შენ ამბობ, T-Mobile Arena იქნება, Rose Arena, თუ ნებისმიერი სხვა, საბოლოო ჯამში ისინი ძალიან გვანან ერთმანეთს, მაგრამ აი კაბინეტიდან გამოსვლა, ეგ უკვე სხვა საქმეა. რა თქმა უნდა, მაინც გეუბნები, რომ ეს უბრალოდ კიდევ ერთი გამოსვლაა, ხომ ხვდები? მაგრამ მაინც განსხვავებულია.
არ ვიცი ეს არასდროს გამომიცდი ასე რომ როცა გამოვცდი მე რა გეტყვი. მოდი ვისაუბროთ შენს ამპლუაზე. მე ამას ყოველთვის ვამბობ ჩემს წიგნშიც კი თავდასხმა ოქტაგონზე. ამას ვყვები. შენ ხარ უმნიშვნელოვანესი და ფუნდამენტალური ფიგურა ილია თოფურიას წარმატებისთვის და ორმაგი ჩემპიონობისთვის. როგორ მართავ მწვრთნელის ამ ამპლუას. ქაღალდზე ეს ჩემთვის ძალიან რთული ჩანს. ამ ბალანსის პოვნა, რომ ახლა მებრძოლი ვარ, ახლა კი მწვრთნელი. შენ როგორ აკეთებ ამას? ფიქრობ ეს მანამდეც გითხარი რომ უფრო რთულია გადახტომა მწვრთნელიდან მებრძოლის ამპლუაში? ვიდრე მებრძოლიდან მწვრთნელობაში. იმიტომ რომ თქვათ, როდესაც შენ ხარ მწვრთნელი, როდესაც ხარ მებრძოლი და გადადიხარ მწვრთნელის ამპლუაში, მწვრთნელის სტრესი არ არის იგივე, რაც მებრძოლის. ეს არის როგორც თქვათ, არის მომენტი მწვრთნელისთვის, როდესაც რეალურად იწყება მწნეხის შეგრძნებას. და ეს არის მაშინ, როდესაც თავად მებრძოლი გალიის შიგნითაა და ჩხუბობს. როდესაც ის იბრძვის, ეს არის როგორც მომენტი, სადაც მთელი შენი ნამუშევარი ჩანს. ხო ხვდები? ხო და თუ ყველაფერი კარგად მიდის, შესანიშნავია. თუ კარგად არ მიდის, საკმაოდ დიდი სტრესია. გრძნობ პასუხისმგებლობას. მაგრამ მე შემიძლია ვთქვა, რომ მებრძოლი ამ პასუხისმგებლობას გარკვეულწილად ყოველ დღე გრძნობს. როდესაც ის ბანაკშია, ყოველ დღე გრძნობს ამ პასუხისმგებლობას. აქედან გამომდინარე, იყო მებრძოლი ჩემი აზრით ბევრად უფრო სტრესულია, ვიდრე იყო მწვრთნელი. მოდით ვიყოთ გულწრფელები. ყველა მწვრთნელი შემომხედავს და მეტყვის. თუ უჩხუბია თუ. და კი, გვიჩხუბია. მაგრამ თუ ბევრი არ გიჩხუბია და თუ არ გიჩხუბია მსოფლიო დონეზე, თუ შენზე ბევრი თვალი არ ყოფილა მომართული და არ გიგრძნია ეს პასუხისმგებლობა, ეს რთულია. თუ შენ მხოლოდ ერთი მებრძოლი ყავს გამოყვანილი მსოფლიოს უდიდეს ლიგებში, თავად კი შენს უბანში გაქვს ნაჩხუბარი, მაშინ განსხვავებას ვერ შეამჩნევ. იმიტომ რომ შენს უბანში ბევრი ხალხი არ გიყურებს. შესაბამისად, პასუხისმგებლობა მხოლოდ საკუთარ თავთან გაქვს. რეალურად ასეც უნდა იყოს, მხოლოდ საკუთარ თავთან. მაგრამ მოდით ვიყოთ გულწრფელები. როდესაც გამოდიხარ საჩხუბრად და მილიონობით ადამიანი გიყურებს, შენ გრძნობ ამ პასუხისმგებლობას, რომ კარგად უნდა გააკეთო. რადგან ზურგს უკან ყავს ოჯახი, ზურგს უკან ყავს მთელი შენი გუნდი, მთელი ფანბაზა, რომელიც გიყურებს. ამიტომ ჩემთვის უფრო ადვილია მებრძოლიდან მწვრთნელობაზე გადასვლა, ვიდრე მწვრთნელობიდან მებრძოლობაზე. თუმცა ჩემს ცხოვრებაში ეს ბევრჯერ მომიწია. ეს სუპერ საინტერესო მეჩვენება. ამასთან დაკავშირებით მინდოდა მეკითხა. მინდა შენ ხარ ტოპ მწვრთნელი, შენი გადასახედიდან რა თვისებები უნდა გქონდეს MMA-ის კარგ მწვრთნელს? საქმე ისაა, სიმართლე რო გითხრა, კარგ მწვრთნელს ბევრი თვისება უნდა გქონდეს. გაითვალისწინე, რომ ერთი და იგივე არ არის. იმ ადამიანის ავარჯიშება, ვინც ახლახან დაიწყო ეს სპორტი. მასთან შეგიძლია იყო მომთხოვნი. მან უნდა გააკეთოს ის, რასაც ეუბნები და კიდევ 1000 სხვა რამ. ხოლო მებრძოლთან, რომელიც უკვე ასე დიდ ლიგაშია, წარმატება აქვს და ასე შემდეგ. მასთან საქმე ცოტა განსხვავებულად უნდა აწარმოო. არა, ეს არ არის ასე მარტივი. არ არის ასე მარტივი მუშაობა ადამიანთან, რომელიც უკვე იქ არის. აქვს თავისი გამარჯვებები, აქვს წარმატება და უკვე ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელიც არის როგორც ილია. მაშინ ეს კიდევ უფრო რთულია, რადგან უნდა გაუმკლავდე მის აზრებს, რადგან გარდა ამისა, მას აქვს თავისი შეხედულებები. შენ ვერ ეტყვი დიქტატორივით, რომ ეს უნდა გააკეთო. ეს ასე არ მუშაობს. რადგან ყოველ შემთხვევაში, ჩემს შემთხვევაში ასე არ მუშაობს. შესაძლოა თუ თავად გაზარდე, მაგრამ მაინც არც მაშინ. მე არ მჯერა, რომ ავიღოთ, არ ვიცი, უამრავი მებრძოლია. მაგალითად, ჯონ ჯონსი. ის არის ადამიანი, ვისაც შესაძლოა ჰყავდა თავისი მწვრთნელი. და აკეთებდა იმას, რასაც მწვრთნელი ეუბნებოდა, მაგრამ როდესაც გარკვეულ წერტილს აღწევს, მას უკვე აქვს საკუთარი აზრი და საჭიროა მისი საკუთარი აზრის პატივისცემა. აქედან გამომდინარე, ბევრი რამ არის საჭირო. უნდა იყოს საკმაოდ მრავალმხრივი. ასევე უნდა იყოს საკმაოდ ემპათიურიც. არ ვიცი, ბევრი რამ. გარდა ყველა ამ თვისებისა, რაც უნდა გქონდეს კარგი ხედვა, კარგი ადაპტაცია მებრძოლთან. ანუ უნდა მოერგო მებრძოლს. ყველასთან ერთნაირად ვერ იმუშავებ. ვერ იმუშავებ ერთნაირად, რადგან თითოეული ინდივიდი ძალიან პერსონალურია. შენ ხარ, ის არის. შენ ხარ მაღალი, ძალიან დიდი გრძელი ხელებით. მეორე არის ცოტათი უფრო დაბალი, უფრო მოკლკლავებით. მაგრამ უნდა იყო მრავალმხრივი.
საქმე ისაა, რომ ბევრი თვისება გჭირდება. და იმ დონეებზე ყოფნისას, რომლებზეც ხართ. შენი აზრით, რისი მიცემა შეგიძლია ყველაზე მეტად ილიასთვის ამჟამად? მე ეს ვიცი, რადგან აქ პირველი რიგიდან უყურებ. ძირითადად, საქმე მიცემაში კი არ არის. არამედ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ილია მენდობა მე ვენდობი მას. ის მისმენს მე და მე უსმენ მას. ეს ძალიან რთულია ამ სიმაღლეზე მოусმინო ადამიანს. და როდესაც გელაპარაკება დაუჯერო მას. რადგან გაითვალისწინე, რომ შენ ამბობ, მოიცა, მე ვარ უმაღლეს დონეზე. იმისთვის, რომ ვინმეს მოусმინო და დავუჯერო, ის უნდა იყოს იმავე სიმაღლეზე. მე ეს არ მიმსუბუქებ საქმეს, გესმის? ამიტომ, ჩემი ძმა და მე, რასაც ვაკეთებ ყოველთვის, არის ის, რომ გვაქვს აზრები. შემდეგ ამას ვფილტრავთ. გამოგვაქვს დასკვნა და ვამბობთ, მოდი ეს კი, ეს არა. რა შესანიშნავია? უკვე ვამთავრებთ. მინდა გკითხო. აშკარაა, რომ ახლა მოდის თეთრი სახლი. მოდის ვაშინგტონი და როდესაც ეს ყველაფერი ჩაივლის, ფიქრობ თუ არა შენი საწვრთნელი ბანაკის ძებნის დაწყებაზე? ფიქრობ თუ არა რაიმე თარიღზე? 100%-ით, რა თქმა უნდა. მაგრამ როგორც გეუბნები, როგორც თავად ხედავ, საკუთარი თვალით ნახე, როდესაც ხალხი ამბობს, რატომ არ შეუძლია ალექსანდრეს ჩხუბი სანამ ილია იმზადებაო? იმიტომ რომ როდესაც ილია გალის შიგნითაა, მე იქ უნდა ვიყო. ყველაფრისთვის. მიუხედავად იმისა, ისიც ნახე, რომ როგორც კი ის ამთავრებს, მე ყოველთვის ფორმის შესანარჩუნებლად და გასაზრდელად ყოველთვის ვდებ ჩემს მაქსიმუმს. მაგრამ კი მართალია, როდესაც ილიას ბანაკი მთავრდება, რაც ადამიანს სჭირდება არის მცირე დრო, რომ დაუბრუნდე ჩემს ზონაში. და ამის შემდეგ მე ჩამოვდივარ 61 კილოგრამამდე. როდესაც ილიას ბანაკში ვარ, ზონაში ვიმატებ და ასე შემდეგ. ეს არ არის ისეთი რამეები, ეს პირადი საკითხებია, გუნდის საკითხებია, რაზეც გარეთ ბევრს არ ვსაუბრობთ. მაგრამ საჭიროა გარკვეული ადაპტაციის გავლა და ამის შემდეგ უკვე ბრუნდებით. სავარაუდოდ ეს იქნება ზაფხულის შემდეგ. და უკვე დასასრულისთვის, ალექს, მესამე კამრის საკითხიც. საუბარი იყო იმაზე, რომ მაგიდაზე იდო ბრძოლა ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ UFC-ს აქვს სურვილი ეს ბრძოლა რაღაც დროს შედგეს. გზნობ რომ ეს დღე მოვა და როგორ შეხედავდი ამ ბრძოლას? როგორ წარმოგიდგენია ეს? საქმე ისაა, რომ უკვე იყო საუბრები. ერთი კამარი, მეორე კამარი, თეთრი სახლი. შეიძლება იყოს ბრძოლა მესამე ტიტულისთვის. რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს. მაგრამ თუ ეს ყველაფერი დაემთხვევა UFC-სთვის, მეორე მხარის გუნდისთვის, ჩვენი გუნდისთვის, UFC-სთვის, ბევრი ადამიანია ჩართული. ბევრი ინტერესია შუაში. როგორც ილია მახსენა, ეს არის როგორც ორი ვარსკვლავი და ამბობ, კარგით, ვის ჩაქრობას ვაპირებ? რადგან საბოლოო ჯამში ორივე ვერ გამოვა მაღლა აწეული ხელით. ერთი უნდა გამოვიდეს გამარჯვებული. და ვიცით, რომ როდესაც მოდის მარცხი, მარცხთან ერთად მოდის ვარდნა. ასე რომ, სურს რომელიმე ვარსკვლავი ჩაქრება. არ ვიცი. ეს უკვე ციფრებზე იქნება დამოკიდებული. ვფიქრობ, თუ UFC-ს ციფრები დაემთხვევა, ეს ბრძოლა შედგება. და თუ არ დაემთხვევა, მაშინ ეს ბრძოლა არ შედგება. და თუ შედგება, რა მოხდება იქ? ღვთის შეწევნით გამარჯვებას წამოვიღებთ.